მოგესალმებით. მე ვარ იანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკე. დღეს ვილაპარაკები იმ თემაზე, რომელსაც სკოლაში ძალიან იშვიათად ეხებიან ხოლმე, ძალიან იშვიათად თუ ახსენებენ და ამიტომ ჩვენი მაყურებლის რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ახალი იყოს ის, რასაც დღეს მოისმენს. სანამ თავარ თემაზე დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი. ეს დაგვეხმარება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს თუნდაც ეს გადაცემა, ან სხვა გადაცემები, რომლებიც ზღარბის არხზე არის განთავსებული. ახლა მინდა პირველ რიგში ის გითხრათ, რომ ვეფხისტყაოსანი არის ძალიან გატაცებით საკითხავი წიგნი, თუ კი მას ადამიანი თავისი სიამოვნებისთვის და ნებაყოფლობით კითხულობს. და მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს 1600-ზე მეტი სტროფისგან შემდგარი პოემა შესანიშნავად წასაკითხი ნაწარმოებია, არის მისი რიტმული ქსოვილი. ეს ქსოვილი შედგება ბევრი ელემენტისგან, რომელთაგან ძალიან მცირე ნაწილს გაგაცნობთ დღეს და დარწმუნებული ვარ, რომ არ მოიწყენთ. და რატომ არ არის მოსაწყენი რომელიმე ნაწარმოების რიტმზე ლაპარაკი, აი ამას გვიხსნის ჩვენ ინგლისელი მწერალი ჯონ გოლსვორთი და ეხლა წაგიკითხავთ მის ციტატას. რა არის რიტმი, თუ არა ნაწილისა და მთელი საიდუმლოებით მოცული ჰარმონია, რომელიც სიცოცხლეს წარმოშობს. ციტატის დასასრული. აი ამ საიდუმლო ჰარმონიის ნაწილობრივ ამოკითხვას შევეცდები დღეს თქვენთან ერთად. ვეფხისტყაოსანში რიტმულ მთლიანობას ქმნის სხვადასხვა შინაარსის ფიქსირებული ფორმები, მათი გამეორება და მათი რღვევა. რა არის ეს ფიქსირებული ფორმები? ის შეიძლება გამოიხატოს ბევრნაირად, შეიძლება ეს იყოს რაღაც სიტუაციური მომენტი, შეიძლება იყოს ლექსწყობა, შეიძლება რაღაც მხატვრული ხერხი იყოს. ეს არის ფორმა, რომელსაც ქმნის ვეფხისტყაოსნის ავტორი, შემდეგ ამ ფორმას მრავალჯერ იმეორებს და ადამიანს უჩნდება ცნობიერი თუ არაცნობიერი მოლოდინი, რომ აი ამ ფიქსირებულ ფორმას კიდევ შეხვდება და ნამდვილად ხვდება, ან შემდეგ დგება რაღაც მომენტი, როდესაც პირიქით ხდება რღვევა ამ ფიქსირებული ფორმის და ესეც თავისებურ ბადეს ქსოვს რიტმის, როდესაც ხდება ფიქსირებული ფორმის დარღვევა. ასე რომ ვეფხისტყაოსნის მხატვრული ქსოვილი შედგება ფიქსირებული ფორმების გამეორებისა და რღვევის ძალიან ფართო მრავალპლანიანი სისტემისგან. ფიქსირებული ფორმების გამეორების და რღვევის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში არის დაბალი და მაღალი შაირი ვეფხისტყაოსანში, ვისაც ეს პოემა წაუკითხავს, ყველა მიცის, რომ იქ ყველა სტროფი შედგება 4 სტრიქონისგან, და თითოეული სტრიქონი შედგება 16 მარცვლისგან, მაგრამ ეს მარცვლები ყოველთვის ერთნაირად არ არის განლაგებული. თავარი არის ის, რომ პრინციპი ასეთი არის, რომ ეს 16 მარცვალი სტრიქონში ორად არის გაყოფილი 8 და 8, ესე იგი ნახევარკარედი, ანუ ნახევარ სტრიქონი არის ყველგან, მაგრამ ეს 8 და 8 შედგება ზოგჯერ 5-3-5-3 რიტმისგან და ზოგჯერ 4-4-4-4 რიტმისგან. აი ეს 4-4 არის მაღალი შაირი, 5-3 არის დაბალი შაირი და ეხლა ვნახოთ მაგალითი. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანიხო, ეს არის 5-3-5-3 დაბალი შაირი. ეხლა მეორე სტროფი გავიხსენოთ. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ საქმესა ამადარი. აი ეს არის 4-4 წყობა და არის მაღალი შაირი. ცხადია, სტრიქონში მარცვლების ესეთი განაწილება თითოეულ სიტყვების მარცვლებისგანაც რაღაც კანონზომიერებას მოითხოვს და მართლაც ერთი მთავარი კანონზომიერება ის არის, რომ ვეფხისტყაოსანში არის 1500-ზე მეტი ხუთმარცვლიანი სიტყვა და არ არის არც ერთი შემთხვევა, როდესაც ეს ხუთმარცვლიანი სიტყვა ჩვენ გვხვდება მაღალ შაირში, ანუ 4-4-4-4 წყობაში. იმიტომ რომ სიტყვა არასდროს გახლეჩილი არ არის. თუ არის ხუთმარცვლიანი სიტყვა, ესე იგი ის ზის იმ სტრიქონში, სადაც არის წყობა, რიტმი 5-3-5-3, ანუ დაბალი შაირი. ეს რაც შეეხება
მაგალითად დაბალი შაირის მიერ აი ამ ფიქსირებული ფორმების შექმნას და შემდეგ მათ რღვევას, იმიტომ რომ ეს შაირი მაგალითად დაბალი ენაცვლება მთელი ტექსტის განმავლობაში ერთმანეთს. ეხლა რაც შეეხება პოემის შინაარსს, იმით მინდა დავიწყო, რომ ვეფხისტყაოსანში მოყოლილი ამბავი რაღაც ერთი ფორმალური ნიშნით ჩვენ შეგვიძლია 7 ბლოკად დავყოთ. ეხლა გეტყვით ეს რა ნიშანი არის. თითოეულ ამ ბლოკს წინ უძღვის თვითონ რუსთაველის ჩართვა თხრობაში და რაღაცერი მინიშნება იმის შესახებ, თუ რა იქნება ნაამბობი, ან რა ემოციური შინაარსის ამბავი იქნება ნაამბობი აი ამ ბლოკში. ეხლა მინდა რომ ძალიან მოკლედ წარმოგიდგინოთ ეს ბლოკები და დავიწყებ იმით, რომ პირველი ნაწილი ეს არის პოემის შესავალი და პოემის დასაწყისი ამბავი. მეორე ბლოკი არის ავთანდილის წასვლა უცხომოყმის საძებნელად და ამის შემდგომი ამბები და ეს თავი იწყება ცნობილი სტროფით ამ საქმესა მემოწმების დიონისი ბრძენი ეზოს. ამ სტროფების მხოლოდ პირველ სტრიქონებს წაგიკითხავთ და მე თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ თუ დაინტერესდებით. შემდეგი ბლოკი არის ავთანდილის მეორედ წასვლა უკვე ტარიელთან, შესახვედრად და მისი შემდგომი ამბები და ამას წინ უძღვის რუსთაველის ჩართვა თხრობაში ამგვარი თვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს. აქ ემოციურად არის ლაპარაკი იმაზე, რომ ისევ და ისევ შორდებიან ერთმანეთს თინათინი და ავთანდილი. შემდეგ ავთანდილის წასვლა ფრიდონთან შესახვედრად ამ ამბავს წინ უძღვის სტროფი ვასოფელო რაში განხარ, რას გვაბრუნებ, რაზნე გჭირსა და შემდეგ გაგრძელება. მეხუთე ბლოკი ეს არის ფატმანის გამიჯნურება ავთანდილთან და ეს თავი იწყება შოთა რუსთაველის შემდეგი ჩართვით თხრობაში, სჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის და შემდეგ ფატმანის და ავთანდილის ურთიერთობის ამბები არის. მეექვსე ბლოკი არის ნესტანდარეჯანის ქაჯებისგან შეპყრობის ამბავი და ეს თავი იწყება სტროფით ვა საწუთრო სიცრუით თავის სატანას ადარე. და ადრეც გითხარით, აქ ამ სტროფში უკვე ჩანს, რომ რა ამბავიც იქნება მოყოლილი, კარგი ამბავი ის ვერ იქნება. და მეშვიდე ბლოკი სამაგიეროდ ეს არის უკვე გამარჯვებული გმირების დაბრუნება გამოქვაბულში და იქიდან არაბეთში წასვლა და ეს თავი იწყება სტროფით, რომელიც გვეუბნება, რომ ღმერთი არის მხოლოდ და მხოლოდ ყოველი სიკეთის დამბადებელი. ამ საქმესა დაფარულ საბრძენი დივნოს გააცხადებს, ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს. როგორც ხედავთ, ყოველი ბლოკის დასაწყისში შოთა რუსთაველი ერთვება თხრობაში და მოკლედ, მაგრამ სიღრმისეულად აჩვენებს თავის დამოკიდებულებას იმის მიმართ, რაც ამის შემდეგ უნდა გვიამბოს. ახლა ეს ბლოკებად დაყოფა ფორმალური ნიშნით ნამდვილად ასე არის, რაც გითხარით, მაგრამ შესაძლოა კონცეპტუალურად საკვლევი იყოს, რა არის ეს ბლოკები, რა არის მათი შინაგანი კანონზომიერება და მაინც და მაინც ამ მომენტებში რატომ თulis საჭიროდ რუსთაველი, რომ თავიდანვე მიგვანიშნოს, რაზე იქნება ლაპარაკი. ეს ნაწილი გამოკვლეული არ არის, მაგრამ ფორმალურად ნამდვილად ვეფხისტყაოსნის რიტმული ქსოვილის ერთ ნაწილს, ერთ ასპექტს ქმნის აი ესე 7 ბლოკად ამბის დაყოფა. ეხლა მინდა რომ რიტმული ქსოვილის კუთხით განვიხილოთ, როგორ ასაბუთებს ავთანდილი ტარიელთან დაბრუნების აუცილებლობას და ამას აკეთებს პოემის 4 პერსონაჟთან. ამას ასაბუთებს თინათინთან, ვაზირთან, რომელიც უნდა რომ მოიმხროს, შემდეგ შერმადითა და ბოლოს მეფე როსტევანთან. არ დაგღლით, რა თქმა უნდა, დაწვრილებით ამ არგუმენტაციის მოყოლით, მაგრამ აქ ჩანს მრავალმხრივი არგუმენტაცია და ეს მრავალმხრივი არგუმენტაცია თანაც გათვლილი კონკრეტულ პერსონაჟზე, რა თქმა უნდა, ქმნის ვეფხისტყაოსნის რიტმულ ქსოვილს და გარკვეულ ინტერესს იწვევს მკითხველისას. ეხლა უბრალოდ გეტყვით, რომ თინათინს ავთანდილი წარუდგენს 7 არგუმენტს, ვაზირს 15, შერმადინს 5 არგუმენტს,
და როსტევანს 11 არგუმენტს, რომელიც გადმოცემულია ავთანდილის ცნობილ ანდერძში. თინათინთან არ არის საჭირო ბევრი არგუმენტის წარდგენა იმ მხრივ, რომ მისთვის საკმარისია, როცა ეუბნება, რომ ეს სიტყვას ვერ გავტეხ და მიჯნურს უნდა დავეხმარო და კიდევ ეუბნება, რომ ტარიელი არის მზე და უნდა დაგვათბუნოს ამ მზემდად. თუ ჩვენ მას არ უშველით, ყველანი გავიყინებით. ეს არის არგუმენტი, რომელიც წარედგინება მეფეს, რომელმაც იცის, რომ სამყაროს რაღაც თლიანი კანონზომიერება განაგებს. რაც შეეხება ვაზირს, ვაზირთან წარდგენილი არგუმენტები ფაქტობრივად არის ჩვენთვის, მკითხველისთვის წარდგენილი არგუმენტები, რომლებმაც უნდა დავიჯეროთ, რომ ესე იგი არაბეთის პასპორტი ისევ რო თავიდან მიდის, თავის ქვეყანას ტოვებს, თავის მიჯნურს ტოვებს, რატომ არის ეს აუცილებელი და აი ეს არგუმენტები ფაქტობრივად მკითხველისთვის წარდგენილი არგუმენტებია. შერმადინთან ცოტა დიდაქტიკური მოტივი ჩანს, პატროკლის ურთიერთობა ეუბნება ამბავს რას აპირებს და რაც შეეხება ცნობილ ანდერძს, რომელიც მიემართება მეფე როსტევანს, იქ უკვე პირად ურთიერთობებზე მაღლდება არგუმენტაცია და სამარაჯამო ფასეულობებს ეყრდნობა. ავთანდილის არგუმენტაციაც რა თქმა უნდა ქმნის პოემის რიტმს და იმას გეტყვით, რომ ჯამურად თავის გადაწყვეტილებას უნდა დაბრუნდეს ტარიელთან და დაეხმაროს მას სატრფოს პოვნაში, დაახლოებით 40-მდე არგუმენტით ამყარებს. რიტმული ქსოვილის შექმნის კიდევ ერთი ხერხია დიალოგები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის შედგენილი შინაგანი წინააღმდეგობებით ან რაღაც კონტრასტული პერიოდების მონაცვლეობით. ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეა და ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში, აი როგორ არის შინაგანი წინააღმდეგობები და კონტრასტული პერიოდებით აგებული დიალოგი, ამის საუკეთესო ნიმუში არის ავთანდილის და ასმათის პირველი საუბარი გამოქვაბულში. ახლა ამის შესახებ არ გიამბობთ, იმიტომ რომ ამ ეპიზოდში შესანიშნავად ჩანს ავთანდილის ფუნქციაც და მის ხასიათიც და საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდი არის ვეფხისტყაოსნის და ამაზე ცალკე ვილაპარაკებ, დაწვრილებით განვიხილავ ამ ეპიზოდს, როდესაც ისევ დაუბრუნდები ვეფხისტყაოსნის გმირებს და კონკრეტულად როცა დაუბრუნდები ავთანდილზე საუბარს. მოკლედ გაგახსენებთ სხვა ეპიზოდს, როდესაც ნესტანს გონია, რომ ტარიელმა მას უღალატა, როდესაც მისი გათხოვების წინადადებას, ასე ვთქვათ, დათანხმდა, დაიბარებს, ესე იგი, ტარიელს და ხვდება აღშფოთებული, აი მაშინ არის, რომ ვეფხს მოაგონებს თავისი აღშფოთებით ტარიელს ნესტანი და ეუბნება ნესტანი, რომ როგორ გაბედეო აქ მოსვლა, საერთოდ მიყვისო როგორ გაბედე მოსვლა, მაგრამ ღმერთი გადაგიხდის სამაგიეროს, როგორც მოღალატესო. და ტარიელი არის დაბნეული და მართლა არ იცის რას ერჩის ნესტანი, რატომ არის მასზე ასე გაბრაზებული და ეუბნება უცნობო და ფერნამკრთალიო, პასუხს ვერ გიბრუნებო, იმიტომ რომ არ ვიცი რა დავაშავეო. და ამის შემდეგ ნესტანი ახსენებს, რომ მან მისცა დასტური ნესტანის გათხოვებაზე მის მშობლებს, ახსენებს გამიჯნურების ამბავს და ეუბნება, რადგან შენ დამთმე მეც დაგთმობო, ემუქრება, რომ საერთოდ გააძევებს ინდოეთიდან და იმასაც დარწმუნებით ეუბნება, სხვა ჩემებრივე რა ჰპოვოთ სათამდის სახელი ახო. ახლა უკვე ტარიელი მზად არის პასუხის გასაცემად, იმიტომ რომ უკვე ხვდება რაშია საქმე და რაკიღა ტარიელი მზად არის რომ უპასუხოს, ნესტანი მას ნებას დართავს, რომ თავი იმართლოს. და პირველ რიგში ტარიელი კიდევ ერთხელ დადებს სიყვარულის ფიცს და შემდეგ უხსნის, რომ იყო ესეთი დარბაზობა ფარსადანთან და უკვე ყველაფერი იყო გადაწყვეტილი და ტარიელის უარს იქ აბსოლუტურად არავითარ შედეგი არ მოყვებოდა, თუმცა ამაშიც გამოწყდება ტარიელი, რომ ინდოეთის პატრონად ზუსტად საკუთარი თავი მიაჩნია და არა ხვარაზმშაჰის შვილი. ამის შემდეგ ნესტანი მოლბება, მიცემს მას უფლებას გვერდით დაუჯდეს და თვითონ ნესტანი იწყებს სამომავლო გეგმის განხილვას და ამ მსჯელობაშიც არის რამდენიმე პუნქტი.
შეიძლება ითქვას, რომ ეს პუნქტებიც რაღაც ნიშნით ერთმანეთის საპირისპირო არის. აი რა მოხდება თუ სასიძოს მოუშვებენ, ხო? რა მოხდება თუ სასიძოს არ მოუშვებენ? საბოლოოდ როგორ უნდა გადაჭრან ეს პრობლემა, როგორ უნდა მოიქცნენ და რატომ? როგორ უნდა დამალონ კონფლიქტის ნამდვილი მიზეზი და ბოლოს როგორ უნდა დაასრულონ ეს ამბავი და ბოლოს ამბობს ნესტან-დარეჯანი მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოლსა სიძეს ძლობასა. ამ კონტრასტული პერიოდების და ემოციების ესეთი მონაცვლეობა ნამდვილად ქმნის თავის მხრივ პოემის რიტმს და რა თქმა უნდა ისევ იწვევს მკითხველის ინტერესს. და რა კი ვახსენე ემოციების მონაცვლეობა, იმასაც გეტყვით, რომ ზოგადად ემოციის შეფასება, ეს დადებითი ემოცია თუ არ ყოფს, შეიძლება ატარებდეს სუბიექტურ ნიშანს, მაგრამ გამოკვლეულია და ზოგადად დადგენილია, რომ ვეფხისტყაოსნის 9 სტროფზე მეტი გადმოგცემს დადებითი ემოციის შესახებ ინფორმაციას და დაახლოებით 700 სტროფი გადმოგცემს უარყოფითი ემოციის შესახებ ინფორმაციას. ეხლა ის შეიძლება ცოტა გასაკვირი იყოს, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანს რო კითხულობ ადამიანს თვითონ სულ უარყოფითი ემოცია ჭარბობს, მაგრამ დათვლით და კვლევით ეს ასე არ არის, პირიქით არის. რაც შეეხება თითოეული თავის მიხედვით ემოციის ცვლილებას, არის ვეფხისტყაოსანში 13 თავი, სადაც ერთი ემოცია არის მხოლოდ გადმოცემული, ზოგჯერ შეიძლება იყოს დადებითი, ზოგჯერ უარყოფითი, მაგრამ ემოციების ცვალებადობის კუთხით კულმინაციური არის ერთ-ერთი თავი, ეს არის ამბავი ავთანდილის არაბეთს შექცევისა, როდესაც იგი ტარიელთან შეხვედრის შემდეგ არაბეთში ბრუნდება და ამ თავში არის 14ჯერ ემოციის ცვლილება. და რა თქმა უნდა, რიტმული ქსოვილი სიცოცხლეს განაპირობებს ეს ემოციის ცვლილებები. საერთოდ ვეფხისტყაოსანში ორი ხაზი არის, ადრეც გითხარით, ერთი არის ქმედება როგორ ვითარდება და მეორე არის რაც აყოვნებს ამ ქმედებას, ეს არის ლოცვები, ეს არის არგუმენტაცია, ეს არის ემოციების აღწერა და ის რაზეც დღეს ვლაპარაკობთ, არის ის თუ როგორ ქმნის რიტმს ვეფხისტყაოსნის ის ნაწილები, რომლებიც სინამდვილეში თხრობას აყოვნებს. ის ნაწილები, რომლებიც თხრობას გადმოგცემს და გადმოგცემს იმას თუ როგორ არის კვანძი შეკრული გახსნილი, შემდეგ გახსნილი, ამაზე ცალკე სხვა დროს ვილაპარაკებ. ესეც არის, რა ვიცი, ჩემი აზრით, არაჩვეულებრივი საფუძველი ვეფხისტყაოსნის მიმართ ინტერესისა, მაგრამ ეხლა ვლაპარაკობ იმ შემთხვევებზე, როდესაც პირიქით, აი დაყოვნების კუთხით, აი ამ დაყოვნების ელემენტებშიც როგორ არის რიტმი ჩაქსოვილი. ეხლა მოკლედ მინდა გიამბოთ ორ ეპიზოდზე, რომელიც არღვევს ფიქსირებულ ფორმას ვეფხისტყაოსანში, რაღაცა ხდება სულ ერთნაირად და შემდეგ უცებ ხდება სრულიად სხვანაირად მის საპირისპიროდ. და ეს არის სიტუაციური ფიქსირებული ფორმის რღვევა. აი პირველი ეპიზოდი ეხება ტარიელის და ავთანდილის ურთიერთობას. ადრეც მithქვამს, რომ მათი პირველივე შეხვედრა იყო ძალიან თბილი, ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს, გადაკოცეს, მერე დასხდნენ, იტირეს, ჯერ არაფერი ერთმანეთის არ იციან და უკვე აი ასე თბილად შეხვდნენ ერთმანეთს და მერე მთელი პოემის განმავლობაში მათი ურთიერთობა არის ძალიან გულწრფელი. მაგრამ უცებ აი მაშინ, როდესაც უკვე ნესტანი გამოხსნილია ქაჯებისგან და მულღაზანზარში ფრიდონის სამეფო ქალაქში გადახდილია ნესტანის და ტარიელის ქორწილი, უცებ რატომაც ტარიელი გადაწყვეტს, რომ ფრიდონი გაუგზავნოს ავთანდილს და შეუთვალოს, რომ ეხლა ჩვენ წავალთ არაბეთში და შენ საქმებს მოვაგვარებთ. ამის შემდეგ ავთანდილი ისევ ფრიდონის მეშვეობით შეუთვლის ტარიელს, რომ ჩემი საატრფო ქაჯებს არ ყავთ დაპყრობილი, ჩემი ქვეყანას მტრები არ შემოსევიან, ამიტომ მე არსად არ მეჩქარება, წავიდეთ ინდოეთში, ინდოეთის საქმე მოვაგვარო და მე დავბრუნდები არაბეთში. ამის შემდეგ ტარიელი ისევ ფრიდონის მეშვეობით შეუთვლის ავთანდილს, რომ ჩემი ფეხი არ იქნებაო ინდოეთში, სანამ შენ გამზრდელს მეფე როსტევანს პირადად არ გავიცნობო. აი მხოლოდ ამის შემდეგ, როცა ესე იგი ამდენი გაცვლა-გამოცვლა არის შუამავლის მეშვეობით აზრების,
ავთანდილი უშუალოდ შეხვდება ტარიელს და მადლობას უხდის ამ გადაწყვეტილებისთვის და ეს ნამდვილად არის ფიქსირებული ფორმის რღვევა, იმიტომ რომ ავთანდილის და ტარიელის უშუალო და გულწრფელი ურთიერთობის შემდეგ უცებ ვიღაც შუამავალი მათ შორის, ვიღაცა არა მათივე მეგობარი შუამავალი მათ შორის, რომელიც მიიტანს ერთმანეთთან რაღაც ამბავს, ხო? ეს არის ძალიან მოულოდნელი და ფაქტობრივად აუხსნელი ეპიზოდია. მეორე ეპიზოდი კიდევ უფრო დასამახსოვრებელია, ადრეც მithქვამს, რომ ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მთავარი მოტივი არის ძღვენის გაცემა, ძღვენის მიცემა, ეს ხდება ყველგან, ეს ხდება ყველა ქვეყანაში, ეს ხდება უშურველად. და იმდენად, რომ პოემის ბოლოს, სანამ ტარიელი ინდოეთში დაბრუნება, მანამდეც კი აქვს მას საშუალება, რომ საარაკოდ დააჯილდოვოს და საარაკოდ ძღვენი გადასცეს ფატმანს, სხვათა მეფეს, ფრიდონის ჯარს და აი ამ ყველაფრის შემდეგ წარსდგება როსტევანის წინაშე ტარიელი. ეხლა მე წაგიკითხავთ აი ამ სტროფს, რას ეუბნება პირველად ტარიელი როსტევანს და შემდეგ განვიხილოთ, რას ნიშნავს ის, რასაც ეუბნება. აი რას ამბობს ტარიელი. აც ამად მოվել წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ რაცა შეგწოდე, ქმნეთ განწყრომი საკმანია. ძღვენი არა მაქვს, მოწმობენ ფრიდონ და მისი ყმანია, ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ, მე თქვენთვის მომიტანია. არაჩვეულებრივად ემოციური და განსაკუთრებული სტროფი არის. პირველი ორი სტრიქონი ეძღვნება იმას, რომ განგვიმარტოს ავტორმა რატომ მოიჩქაროდა როსტევანთან შესახვედრა ტარიელი და რატომ მოიჩქაროდა და იმიტომ რომ აქაც ჩვენთვის ძალიან მოულოდნელად მათი შეხვედრა იწყება ტარიელის ბოდიშით. ტარიელი უხდის ბოდიშს, ეუბნება რომ მინდა რომ თქვენი განწყრობა დასრულდეს ჩემი ბოდიშით და ცხადია იგულისხმება ბოდიში იმისთვის რომ სამეფო პატივი ვერ მიაგო თავის დროზე, ბოდიში იმისთვის რომ ყმები დაუხოცა, ბოდიში იმისთვის რომ ავთანდილმა ამდენი ხნით დატოვა თავისი სამშობლო და ამის შემდეგ უკვე ტარიელი ეუბნება იმას, რაც კიდევ უფრო მოულოდნელი არის, რომ აი მე მოვედიო და თქვენ წინაშე ხელცარიელი ვარო, ძღვენი არა მაქვსო, მაგრამ თლად ხელცარიელიც არა ვარ, იმიტომ რომ ძღვნად თქვენი ავთანდილი მომიყვანიაო. რა თქმა უნდა, ავთანდილი იყო ძღვენთა ძღვენი. არანაირი ძღვენი არ შეედრებოდა იმას, რომ ავთანდილი გამარჯვებული სახსალამათი დაბრუნდა თავის სამშობლოში. და ეს ეპიზოდი ნამდვილად ძალიან ეფექტურად არღვევს აი ამ განძის გაცემის ფიქსირებულ ფორმას და არღვევს სრულიად საგანგებოდ და მართლა ძალიან დასამახსოვრებელი ეპიზოდია. დღევანდელი გადაცემის დასასრულს ვიტყვი, რომ ვეფხისტყაოსნის რიტმულ ქსოვილს არ ქმნის არც მაღალი და დაბალი შაირის ერთობლიობა, არც არგუმენტაციის სიმრავლე, არც დადებითი და უარყოფითი ემოციების ხშირი მონაცვლეობა, არც ფიქსირებული ფორმების, თქვათ, სიუჟეტური რღვევა ან რამე სხვა ერთეული კომპონენტი. იმიტომ რომ პოემის რიტმს ქმნის აი ამ ფიქსირებული ფორმების გამეორების და რღვევის ერთიანი მრავალპლანიანი სისტემა, რომლის ძალიან მცირე ნაწილი დღეს გაგაცანით, იმიტომ რომ უბრალოდ მინდა რომ წარმოდგენა გქონდეთ იმის შესახებ, თუ რისგან შედგება დაახლოებით მაინც აი ვეფხისტყაოსნის რიტმი, რა ქმნის ვეფხისტყაოსნის რიტმს და მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ არის ბოლომდე გამოკვლეული და საერთოდ მიმაჩნია, რომ ადამიანის გონებისთვის შეიძლება დაუძლეველი ამოცანაც იყოს, რომ იპოვოს ყველა ფიქსირებული ფორმა და მისი რღვევა, რაც კი ჩადებული აქვს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანში და არ ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიები შეიძლება დამხმარე იყოს ამ საქმეში და მან ბევრად მეტი შეძლოს, ვიდრე ვთქვათ ამ კუთხით ადამიანი შეძლებს. ყოველ შემთხვევაში დღეს ეს საკითხი ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ დაახლოებით მაინც გაგაცანით ის რაც მინდოდა რომ ამჯერად თქვენთვის მეთქვა. ახლა ამით დავასრულებ ვეფხისტყაოსნის შესახებ საუბარს და ერთი კვირით გემშვიდობებით გიტოვებ ტრადიციულ თხოვნას ისევ და ისევ რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და არ ვიცი, იქნებ მომწეროთ
თუ თქვენთვის იყო რაიმე ახალი, რაიმე განსაკუთრებით საინტერესო რითთან დაკავშირებით, ვეფხისტყაოსნისთან დაკავშირებით, თქვენც გაქვთ რაიმე დაკვირვება თქვენი, ჩემთვის მართლაც ნამდვილად საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრებების, თქვენი გამოცდილების გაცნობა, ისევ ამჯერად პირველ რიგში მიუმართავ ქართულ ენის და ლიტერატურის მასწავლებლებს, ვიცი რომ რიტმი ის საკითხია, რითიც დავიწყე რომ სკოლაში ამაზე არც თუ ხშირად ლაპარაკობენ, ხო და აი არ ვიცი დღევანდელი გადაცემა რამდენად სასარგებლო შეიძლება იყოს თქვენთვის ლიტერატურის მასწავლებლებისთვის. დაგემშვიდობებით, შემდეგ ხუთშაბათამდე და ისევ და ისევ დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ.